სადაფარებენ თავს აჭარაში მყოფი ტურისტები მწველ მზეს ბათუმიდან 40 კილომეტრში მათ ულამაზესი ბუნება, ჩანჩქერი, ეთნოგრაფიული მუზეუმი და კეთილგანწყობილი მასპინძლები ელოდებათ. ქედის რაიონის ტურისტული პოტენციალი ნახეთ სოფო ჟღენტისა და მანუჩარ გურგენიძის რეპორტაჟში. ეს მახუნცეთის ჩანჩქერია პლაჟიდან 40 წუთის სავალზე. მწველი მზისგან თავდასაღწევად გამოქცეული ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხე. მწვანე საფარში ჩაფლულ ხეობაში 36 მეტრის სიმაღლიდან კლდის ცივი წყალი ეშვება. ტურისტებისთვის ეს ნამდვილი თავგადასავალია. აქ ძალიან გრილად ვფიქრობ, ამიტომაა, რომ ეს ადგილი იზიდავს ტურისტებს. შესანიშნავი შთაბეჭდილებებია, ულამაზესი ბუნება, სიმწვანე, აქაური ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა. ეს არის ის ადგილი, სადაც დაბრუნება აუცილებლად მოგინდება. ეს კი ხშირად არ ხდება. აქ ჩამოსულ ტურისტებს უამრავი კეთილგანწყობილი მასპინძელი ხვდება. მახოსმარანი ერთ-ერთი გესტჰაუსია, რომელიც ვიზიტორებს მასპინძლობს. მთებში ჩაფლული სოფელი ვაიოდან ლამაზი ხედი იშლება. მახოსმარანში მოსულ სტუმრებს ღამის გათევა სახლში და კარვებშიც შეუძლიათ. ადგილზე თუთუნის გაშრობის და მისი მომზადების წესსაც აცნობენ. მარნის მეპატრონე ამბობს, რომ კარვებში ძირითადად ევროპელი სტუმრები რჩებიან. არის ესპანეთი, გერმანია, რუსეთის მხარეებიდან, უკრაინიდან ძირითადში, უკრაინიდან არიან. და ამიტომ გადავწყვეტ ამ ვენახის უმეტესად გამრავლება. რომ უკვე გასავალი აქვს. მარნის მფლობელის მთავარი სიამაყე მისი ვენახი და მისივე დაწურული ღვინოა, რომელსაც სტუმრებს თავაზობს. ვენახის უმეტეს ნაწილში ცოლიკაურია გაშენებული, თუმცა მთავარი სიამაყე მისთვის მაინც იშვიათი ჯიშის ჩხავერის ვარდისფერი ღვინოა. სტუმრებს აჭარულ კერძებს და ფოლკლორსაც აცნობენ. სამზარეულო, რომელიც აჭარისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლს თამაშობს, იმიტომ რომ ზოგადად ქართული სამზარეულოსგან განსხვავებით ეს რეგიონული სამზარეულო კიდე დამატებით, ესე ვთქვათ, ელემენტებს შეიცავს და სპეციფიურია, ამას ემატება ღვინო და ჩხავერი განსაკუთრებით და ის ჩვენი კუთხური სტუმარ მასპინძლობა, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ძალიან ლამაზად კრავს. მახოსმარნიდან ტურისტებს დაშვება ველოსიპედებით შეუძლიათ. გზაზე კი აუცილებლად შეგხვდებათ ხიდები, რომელიც ბუნებრივი სკალების ბურჯებზე დგას და სხვადასხვა ზომის რიყის ქვებითაა ნაშენი. აქ მსგავსი სახის 20-მდე ხიდია. ადგილობრივები მას თამარის ხიდს ეძახიან. ლეგენდის თანახმად ხიდებს მე-12 საუკუნეში სწორედ თამარ მეფე აგებდა. ტურისტებსაც ასე აცნობენ აქაურობას. ყველაზე პოპულარული არის მახუნცეთის თაღოვანი ხიდი, რადგან ეს ტური თვითონ მიბმული არის მახუნცეთის ჩანჩქერზე და როცა ტურისტები ამოდიან თქვა ჩანჩქერზე ვიზიტისას, პარალელურად ისინი მოინახულებენ ხოლმე ამ ხიდსაც. აჭარული სახლების მაკეტები, ხეზე ნაკეთი ნივთები, აჭარელების ყოველდღიურობა და საქმიანობის ამსახველი მასალა ქემალ თურმანიძემ საკუთარი ხელით გააკეთა და ეთნოგრაფიული მუზეუმის შექმნას 15 წელი მოანდომა. თავადაც ხეზე მუშაობს. მუზეუმში ხის ნაკეთობების და ტანისამოსის დიდი კოლექციაც არის წარმოდგენილი. დღესაც არის წითელი, ყვითელი თუ აი ფოთლის ფერი თუ ხასხასა ფერები დღესაც შეინიშნება ამ მოხუცებულობის ჩაცმულობაში. თვითონ ორნამენტის ფორმა, აი რასაც ხატრული ღირებულება არის, ქართული ელემენტები არის ძალიან ბევრი, ბევრგან ჯვარი არის ამოკვეთილი. თუ ზღვაზე ჩამოსულებს მაღალმთიანი აჭარის კულტურის, სამზარეულოს, ცხოვრების წესისა და ყოველდღიურობის გასაცნობად ბევრი დრო არ აქვთ, ეს ერთდღიანი მარშრუტის საშუალებას მოგცემთ ერთდროულად ზღვაზეც დაისვენოთ და მთაშიც.